რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე. ეს არის ტერიტორია, სადაც ირანელებს შეუძლიათ გამოიყენონ ჰუთები იემენში, რათა დაბლოკონ საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტირება. მათ უკვე დაემუქრნენ ამის გაკეთებით, თუ ხორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე მათ პორტებზე ბლოკადა დაწესდება. წარსულში ჩვენ ნახეთ, როგორ ერთვებოდნენ ჰუთები პირდაპირ ამ კონფლიქტში და ბრაიან, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე ადრე. საშიშია, რომ ირანი ჰუთებს იყენებს წითელ ზღვაში გემებზე სარაკეტო ან დრონებით თავდასასმელად. კარგი, დავიწყოთ ოპერაცია ეპიკური რისხვა. 3 საათზე ნაკლებ დროში IOA დაიწყებს საზღვაო ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში, მას შემდეგ რაც ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შაბათ-კვირას ჩაიშალა. ტომლინსონი პაკისტანშია, სადაც მოლაპარაკები გაიმართა. ის შემოგვიერთდა. გამარჯობა ლუკას. მადლობა ლუკას. დივამშვიდობისა ინსლი, დივამშვიდობისა მეგობრებო. მოლაპარაკებები ისლამაბადში შაბათ-კვირას იყო ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა ზევასა და ირანს შორის ბოლო 50 წლის განმავლობაში. და ვიცე-პრეზიდენტი JD სთავაზობდა იმას, რასაც მისი ოფიციალური პირები საბოლოო შეთავაზებას უწოდებენ ირანელებს, გარკვეული წითელი ხაზებით. ეს წინადადება თეირანშიც აიღეს. შესაძლოა პრეზიდენტმა ტრამპმა გაზარდოს ზეწოლა და განაცხადოს, რომ დაბლოკავს ირანის პორტებს ჰორმუზის სრუტეში, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. გუშინ მარია ბარტირომომ პრეზიდენტს ინტერვიუ ჩამოართვა. წინადადება ვითხოვდი, კარგად ინარჩუნებს თავს. მათი შეიარაღებული ძალები განადგურდა. მათი მთელი საზღვაო ფლოტი მთლიანად ხალქვეშაა, იცოდი. 158 გემი დაკარგულია. საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს. როგორც იცით, ხვალ-დილის 10 საათზე ბლოკადა გვექნება. ხვალ-დილის 10 საათი იქნება. სხვა ქვეყნები მუშაობენ იმაზე, რომ ირანმა ვერ შეძლოს ნავთობის გაყიდვა და ეს ეფექტური იქნება. არა გარ ხალხო, დილის 10 საათი აღმოსავლეთში ბლოკირებამდე დაახლოებით 3 საათი დარჩა, ხომ ასეა? ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ბლოკადა იქნება მიუკერძოებელი ყველა ქვეყნის გემისთვის, რომლებიც შედიან ან გამოდიან ირანის პორტებიდან და სანაპირო ზონებიდან, არაბეთის ყურისა და ომანის ყურის პორტებში. CENTCOM-ის ძალები ნამდვილად არ შეაჩერებენ ნავიგაციას ჰორმუზის სრუტეში, რაც პირდაპირ გზავნილია ყურის ქვეყნებისთვის. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია მკაცრად გამოეხმაურა. ტრის ბრალდებების მიუხედავად სრუტე ღია არამილიტარული გემებისთვის ჩვენი მართვის ქვეშ, კონკრეტული რეგულაციების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ ომის თავიდან აცილებას, მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა თარიღი და ადგილი ჯერ კიდევ განსასაზღვრელია, მეგობრებო. შაბათ-კვირას იუასის 2 გამანადგურებელი გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე, მას შემდეგ რაც ვენსმა დაასრულა 21 საათიანი შეხვედრები ირანელებთან. წყაროები Fox ეუბნებიან, რომ საბოლოო შეთავაზება მოიცავს 6 წითელ ხაზს, მათ შორის ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. ბევრი სპარსეთის ყურის სახელმწიფო იყენებს სახმელეთო ნავთობსადენებს, ნავთობის გადასატანად, მაგალითად საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც გასულ თვეში ვიყავი. ნავთობსადენები არ მუშაობს მაქსიმალური ტევადობით, მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს. მოდით პოლიტიკურ რეალობას შევხედოთ თვალებში. ბენზინის ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 40%-ით გაიზარდა ომამდე არსებულთან შედარებით. ორივე მხარე, ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი ეძებენ გამოსავალს ამ ომიდან და მოლაპარაკებები მომავალში გაგრძელდება. ყურის ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და ემირატები, იყენებენ სახმელეთო ნავთობსადენებს. ისინი არ მუშაობენ მაქსიმალური სიმძლავრით. ისინი ამის დასრულებას ცდილობენ, მაგრამ საჭიროა ადგილობრივი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინება. ბენზინის ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში ომამდე პერიოდთან შედარებით 40%-ზე მეტით გაიზარდა. ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი ცდილობენ გამოსავლის პოვნას ამ კონფლიქტიდან და მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება. კარგი, დიდი მადლობა. ეხლა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე საათის დაშორებით ვართ ამისგან. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბლოკადა დილის 10 საათზე დაიწყება. ახლა ირანის დროით 17 საათი და 30 წუთია, ეს ნიშნავს ირანის პორტებისა და სანაპირო ზოლების ბლოკირებას. ირანმა პასუხად მუქარები გამოთქვა სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის პორტების მიმართ და ისინი ამას ტელევიზიით აცხადებენ. ირანის სახელმწიფო მაუწყებელი ამბობს, რომ არც ერთი პორტი რეგიონში უსაფრთხო არ იქნება. კარგი, თუ ისინი ასე გააკეთებენ და სრუტეს ამ ფორმით გააკონტროლებენ, მაშინ ყველა დაზარალდება. თუ ეს გლობალურ ბაზრად გადაიქცევა, მაშინ გლობალურად ყველას მოუწევს დაზარალება. იმედი მაქვს, რომ ჩინეთი და რუსეთი ამის შედეგად და შეიძლება იაპონიაც კი, რადგან ისინი ჩვენი მოკავშირეები უნდა იყვნენ, მაგრამ სხვათა შორის არც ისინი გვეხმარებიან, დაუკავშირდებიან ირანელებს და ეთყვიან გახსენით ყველასთვის. მაგრამ როგორც ბრაიანმა თქვა, მათ ეს ნაღმები ყველგან დააკენეს და იმდენად არაკომპეტენტურები არიან ყველაფერში, რასაც აკეთებენ, რომ თვითონაც არ იციან, სად არის ეს ნაღმები. ეს აძლევს პრეზიდენტს შესაძლებლობას, რომ მისცეს დასვენების საშუალება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ჯარისკაცებს, რათა მათ შეძლონ დაბრუნდნენ ბრძოლის ველზე.
ნეტავ შეუძლებთ თუ არა მთელი სრუტის გაწმენდას. ბრაიანი, რა თქმა უნდა, ბრიტანელები ახლა გზავნიან შესანიშნავ ნახსაწინააღმდეგო გემებს, მაგრამ რადგან ისინი დაუცველები არიან და ბრტყელი ფსკერი აქვთ, საჭიროა უზრუნველყოთ მათი სრული დაცვა. რაც გვაქვს, ეს არის ორივე ვარიანტის საუკეთესო შერწყმა. ჩვენ ვაგზავნით შეიარაღებულ გემებს სრუტეში, მომწონს ეს გზავნილი. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათთან ცეცხლის შეწყვეტის დროს. მაშ, ჩვენ გავაგზავნეთ 2 გამანადგურებელი ხომალდი ნაღმების ასაღებად და ისინი ამბობენ, აქ არ უნდა გაიაროთო, მაგრამ ჩვენ მაინც გავივლით. და წარმოიდგინე, არც ერთ ნაღმს არ დაეჯახნენ. ეს მწვანე შუქს აძლევს ბარჟებსა და სუპერტანკერებს თქვან. იცი, იქნებ ჩვენც ვცადოთ, მაგრამ ახლა არავინ გადის. მინდა ვთქვა, ეს საბოლოო კოზირია. მან სრულიად შეცვალა თამაში. ჩვენ გადავწყვეთ, ვის შევა და ვაიძულებთ მათ გადაიხადო გამოძალვის პული. მოიცადე, არც ერთი არ შევა და არც ერთი არ გამოვა. და ვინ გადაიხდის ფასს პირველ რიგში? ის ამბობს, თუ შეგიძლიათ და გაქვთ ნავთობი, მაშინ გაუშვით ტეხასში. მოდი აქ, შეგიძლია დაწვე. გინდა ცოტა? აირე, ჩვენ ასევე გვაქვს ბუნებრივი გაზი. იქნებ გინდა იქით სახვიდე და ჩინეთი. მინდა ვნახო პირველი ჩინური გემი, რომელიც ცარიელი ჩამოვა ნავთობის საძიებლად. კარგი. და გითხრან რომ ვერ შეხვა. აი აქ ჩინეთი ზეწოლას ახდენს ირანზე და ეუბნება შეცვალეთ რაღაცები. და არა. ფიქრობთ რომ ეს ასეა? გონია რომ მომავალ თვეში ჩვენი პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ CS. ამიტომ თუ ეს მანამდე არ მოგვარდება, საინტერესო საუბარი გვექნება პირადად. სრუტე უნდა იყოს ღია. საჭირო არ არის რომ გემებს გადასახადი დააკისრონ, ეს შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება გამდიდრებული ურანი, უნდა ავიცილოთ თავიდან რომ მათ შექმნან კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები. ჩვენ გავანადგურეთ მათი ფლოტის დიდი ნაწილი. ბევრი გემი ჩაიძირა ჰორმუზის სრუტეში. აქ წარმატებას მივაღწიეთ და საბოლოო მიზანი იყო მათთვის ბირთვული იარაღის ქონის აღკვეთა. კარგი, ვიცი რომ რთულია, მაგრამ თუ თითქმის 90%-ს მოусმენთ კომენტარებისას, ისე ჩანს თითქოს უმარცხდებით. სულელო, ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ერთმანეთთან კომუნიკაცია არ შეუძლია. 10 დღეში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება. ჩვენ შევისწავლეთ რაც დარჩა, მაგრამ მათ 32 ცალკე სარდლობის სტრუქტურა აქვთ. მათ ამ 32-თანაც კი ვერ შეძლეს კომუნიკაცია. ისინი გააგრძელებენ რაკეტების გაშვებას, სანამ არ დაინახავენ, რომ მარაგი აღარ არის. ომამდე მათ წყალი არ ქონდათ. მათ აქვთ ფასდაკარგული ვალუტა. ეს იყო ომის დაწყებამდე. როგორ ფიქრობ, ახლა რას აკეთებენ? კარგად დაფიქრდი. მათი ლიდერების დიდი ნაწილი უკვე გარდაცვლილია.